მადლობა მეგობრებს, გვიერთებიან. დიდი დრო არ დაგჭირდება და ალბათ დავიწყებთ. გამარჯობით ვიყოთ მეგობრებო, დავიწყოთ. ვისაც სურვილი ექნება შემოგვიერთება, შემდგომში ნახავენ ამ გადაცემას. დიდი მადლობა ვინც ვართ ერთად და ვინც მეხმარება რომ გაზიარდეს ეს ჩვენი საუბრები და ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ჩემს გარეშე როცა აზიარებენ ანუ სხვა საიტებზე იქ უფრო გაცილებით მეტი, ნუ აქ როგორ ჩანს რეჟიმი დაბლოკვის აქ უფრო კაცრადა. არ არის პრობლემა. დღეს დავდე რამდენიმე მასალა, რომელსაც 1 მილიონზე მეტი ნახვა მოაჩნდა და ასეთი ბევრია უკვე. მადლობა ყველას, როგორი კომენტარიც არ უნდა დაწეროს, როგორი განწყობაც არ უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ 99% პოზიტიურია ეს დამოკიდებულება. მე ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს და ხშირად რომ მიყვარს გამოთქმა სიცოცხლის ფასად, ეს შემთხვევითი არ არის. დღეს პოლიტიკაში თუ ხარ, უნდა იყოს სიცოცხლის ფასად. სხვა აქ ვარიანტი გამოსავალი არ არის. იმიტომ რომ დღეს არ არის უბრალო მდგომარეობა, დღეს არის მოჩვენებითი კეთილდღეობის განყოფილი, ესე იგი მდგომარეობა, ესე იგი აი ხალხის უმეტესი ნაწილი ამ ტელევიზიების მიერ ოპოზიციური ტელევიზიებიც ეხმარებიან ამის განწყობას, იმიტომ რომ იმდენად უხერხემლოდ და იმდენად არასწორად და იმდენად ტენდენციურად აფასებენ მთელ რიგ მოვლენებს, რომ ხალხის განწყობა იმ ხელისუფლებისაკენ არის, რომელი ხელისუფლებაც სასიკეთოს ვერაფერს ვერ აკეთებს, მაგრამ ოპოზიცია ძალიან ეხმარება, თუმცა თვითონ იმდენ შეცდომას უშვებს, რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება ქვეყანას. ბევრ შეკითხვას მაძლევენ მე აქ და რა თქმა უნდა ამ კითხვებს მე არ გავექცევი, დაწყებული დაპატიმრებები იქნება, ირანთან დაკავშირებული პრობლემებია. დღეს ძალიან სერიოზული მასალა გამომიგზავნეს ბაღდადთან დაკავშირებით. მე არ ვარ დღეს მზად ვისაუბრო საირმეს თაობაზე ისე დეტალებში, მაგრამ ნუ რაღაც ნაწილს შევეხები და ამას, იმიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმე ვინც გამომიგზავნა ის ელოდება, რომ დღეს ამაზე იქნება საუბარი.
ამავე დროს მექნება სასამართლოები და ბევრი რამ, რომელიც ყოფითია, მაგრამ როგორ აპირისპირებენ ადამიანებს, ამის ქუთაისის მაგალითს მოვიყვან ძალიან ესეთი შთამბეჭდავს, როგორ ხდება, რომ ადამიანებს როგორი სისტემა ჩამოყალიბდა უკვე ბრძოლის და ბევრი სხვა რამ, რომელიც დღეს აუცილებელია, მაგრამ თავარი მინდა ვთქვა, რომ ხვალ 3 საათზე ჩვენ ბატონი ჯუმბერ კოპალიანის მონაწილეობით ჩვენ გვექნება მომავლის პროგრამაზე საუბარი, რაც წარვადგინეთ პარასკევს და დღეს კიდევ გადაიცა ტელევიზიით, ხვალ უფრო დეტალებში, ვისაც ექნება სურვილი და საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა 3-დან 6 საათამდე, ამ საკითხზე მზად ვართ ვისაუბროთ. მით უფრო დღეს მოკლედ შევეხები, მაგრამ აქ დავწერე, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე გონიერი მოქმედებებით, საქართველოს გონიერი, ხელისუფლების გონიერი მოქმედებებით შეიძლება საქართველო იქცეს ერთ-ერთ ძალიან დიდ სამშვიდობო ცენტრად. მე ვიმეორებ, გონიერი მოქმედებებით საქართველო შეიძლება იქცეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სამშვიდობო ცენტრად. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ამისთვის მზად ვერ გეტყვით, რომ აქამდე მოვედით მზადყოფნით, მაგრამ ძალიან ბევრი რამის კორექტირებაა საჭირო და ძალიან ბევრი კონსულტაციაა საჭირო და მე სწორედ აქ ხედავ და დღეს და ეს დღეებია მეცნიერთა კონგრესში ვსაუბრობ და ლაპარაკობთ იმის თაობაზე, რომ კი რთული პროცესებია მსოფლიოში, მაგრამ ეხლა დადგა დრო, როდესაც საქართველოს უნდა შეასრულოს დიდი საერთაშორისო მისია. ყოველ მხრივ ამისთვის ეს არის სწორედ ის უფლისგან ბოძებული, რომ ლაპარაკობთ, ის არის ჩვენი ბუნებრივი განვითარება სწორედ ამას ნიშნავს, რომ დადგა მსოფლიოს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როდესაც საქართველოს ეს პატარა ქვეყანა შეიძლება იქცეს მშვიდობის ერთ-ერთ უძლიერეს, უმძლავრეს ცენტრად და არა მარტო მშვიდობის. ეს არის დღეს, ანუ ჩვენ ხშირად ვამბობთ ასეთ რამეს, რომ პრობლემა ვაქციოთ შესაძლებლობად. ჩვენ დღეს გვჭირდება ერთმანეთთან კონსულტაცია და დათათბირება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შექმნილ, მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას როგორ დახვდეს საქართველო იმ ფუნქციით, რომელიც მას ისტორიულად აქვს დაკისრებული და რომ ვამბობთ, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეხლა დადგა მომენტი, როდესაც ვთქვათ, ეს ფუნქციაა შესაძლებელი. და ძალიან ბევრი ჭკვიანი ადამიანი, მიუხედავად იმ დიდი სირთულეებისა, რომელიც მსოფლიოშია, ვთქვათ, იოცნებებდა იმაზე, რომ ამ დროს ყოფილიყო ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ყოველგვარი, ვთქვათ, მოკიბის გარეშე, ყოველგვარი საკუთარი როლის წინ წამოწევის გარეშე, რომელსაც ეს ხელისუფლება მუდმივად აკეთებს და ყოველგვარი ესე იგი ამ დაპირისპირების გარეშე საქართველოს შეუძლია, რომ მართლაც დიდი როლი შეასრულოს და ეს იყოს მსოფლიო მასშტაბის როლი და არა ლოკალური. ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ამ როლის შესრულება სჭირდება ერთადერთი რამ წერტილის დასმა დაპირისპირებისთვის ქვეყნის შიგნით. დღეს მტყუან მართლის გარკვევის დრო არ არის. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე არ არის. დღეს არის იმის დრო, როცა თქვათ ჩვენ ერთხეულად უნდა ვიქცეთ. მიუხედავად იმისა, ერთმანეთი მოგწონს არ მოგწონს. ეს არის უნიკალური პროცესი, მეცნიერთა კონგრესის უნიკალური პროგრამა, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტია საჭირო, რომ ყველა რეგიონს, ყველა ესე იგი საზოგადოების ყველა ფენას, ყველა კონფესიას, ყველას თავის წარმომადგენელი ყავდეს, პარლამენტი იყოს ისეთი მრავალწახნაგოვანი, მაგრამ იყოს არა ბიზნესით, არამედ ინტელექტით სავსე ადამიანებით, რწმენით და ქართული განწყობის მქონე ადამიანებით, არა ფულზე ორიენტირებული. ეხლა არის ის პერიოდი, როდესაც ქვეყანა სჭირდება სულით მართვა. სულით და არა ფულით. არა დაპირისპირებით.
არამედ სწორედ იმით, რაც აუცილებელია. როგორც კი ვთქვათ, იმ წუთში რაღაც ჩემთანაც კი მიუხედავად იმისა, რომ ასჯერ ამცირებენ ამას, როგორც კი ვთქვათ, რაღაცას არ იტყვი ხელისუფლებასთან დაკავშირებულს, ისე იმ წუთშივე ესე იგი იხსნება 20-25 იხსნება იმიდან, რატო გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ მე არ მაინტერესებს რაოდენობა, ვინ რამდენი უყურებს, ვიცი რომ ჩვენი პრინციპი იყო და მადლობა მეცნიერთა კონგრესს იზიარებს, რომ ჩვენთვის თავარია რამდენიმე პროგრესული კაცი გვიჭერდეს მხარს და არა ათასები ბრმად გვიკრავდნენ ტაშს. აი სწორედ ტაშის ბრმად დაკვრამ აი ამ კამელეონებმა, აი ამ ესე იგი ფეოდალებისადმი მორჩილებამ, ამ მონურმა ფსიქოლოგიამ მოგვიყვანა ჩვენ იქამდე, რომ დიდარ ქვეყანაში ცხოვრობთ ღარიბად. და როდესაც ნუგზა რუხაძემ იმ ფორუმის შემდგომ, რომელიც შედგა თბილისის მერიოდში, პირველი ამით დაიწყო, რომ ვესწრებოდი შეხვედრას, სადაც ითქვა ზუსტად ის, რაც არის საქართველო, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანაა, აი ეს და თელ მსოფლიოს მოდო, იმიტომ რომ ამ გაზეთს საქართველოში ყველა უცხოური მისია და უცხოეთში ძალიან ბევრი იღებს კიდე. აი იქ ააგო სწორედ იმაზე, რომ საქართველო არის მდიდარი ქვეყანა და არ შეიძლება მდიდარ ქვეყანაში ცხოვრობდეთ ასე და ამის ასე რომ ცხოვრობთ, ეს არის პოლიტიკოსების ბრალი, ეს არის პარტიების ბრალი, ეს არის იმ დაპირისპირების ბრალი, რომელიც ქვეყნის შიგნითაა. ეხლა ვიცი რომ უამრავი ადამიანი არ არის ადვილი ეხლა რასაც გეტყვით, იმიტომ რომ ოცნების თელი შემადგენლობა მომწყდება და დაიწყებს უკვე ლანძღვას გინებას, მეორე რამეს რო ვიტყვი, ნაციონალური მოძრაობის თელი შემადგენლობა მომწყდება. მე მინდა გითხრათ, რომ მე ყველას დიდ პატივს გსცემ თქვენ, მაგრამ ბრმად ტაშის დამკვრელი და ბრმად გვერდში მდგომი იყო ყოველთვის მტერი საქართველოსი და ვინც ბრმად უდგას რომელიმე ძალას გვერდით, ეს იქნება ნაციონალური მოძრაობა, ოცნება თუ სხვა ძალები, ეს არის კატასტროფა. ეს არის ანტიქართული მოქმედება დღეს. როგორადაც გნებავთ, ისე შეაფასეთ. მე დღეს ძალიან ჩემს რამდენიმე მეგობარს უსმენდი, უყურებ, ხედავ, ჩვენ მოგწდნენ მართალია ისინი ხელისუფლებებმა გაიყვანეს ჩვენგან და გადაიყვანეს იმ იმაზე, რომ თურმე ხელისუფლებამ ესე იგი ერთ შეძლო უნიკალური რამ მშვიდობა შეინარჩუნა ქვეყანაში. გვატყუებენ, არავითარი მშვიდობა არ ჭირდებოდა, არავის არ ჭირდება საქართველოში ომი. აი თავისთავად ეს პროპაგანდა, რომ მშვიდობა ხომ გვაქვს და მშვიდობა ხომ შევინარჩუნეთ, მიგვიყვანს ომთან. ომთან მიგვიყვანს ეს. ეს არის ომის გზა. ეს არის ხალხის მოტყუების გზა და ხალხის მოტყუება ყოველთვის თარდება ომით. შიდა ომი იქნება ეს თუ გარე, მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში დამანგრეველი იქნება ქვეყნისთვის. ტყუილით ავტორიტეტის მოპოვება არის ომის გზა. ძალიან ბევრი რამ არის, რომელსაც ჩვენ ტყუილით ვიპოვებთ ავტორიტეტს. ამისინ განმარტება გავაკეთე და ზოგმა მომწერა რა კარგია, ზოგმა თქვა რომ თათ არ ვიზიარებთ. კი ბატონო, მე არ ვამბობ იმას, რომ ჩვენთან აბსოლუტური ჭეშმარიტებაა დაკავშირებული. მე არა მარტო ჩემზე ვსაუბრობ, არამედ მეცნიერთა კონგრესშიც არ არის ეს განწყობა, აი ეგრე წიგნები რომ აქვს, ნახეთ როგორ აწერია ჩვენი ხედვა. აი აქაც რა შევცვალოთ რომ გადავჭეთ ჩვენი ხედვა, ანუ მეცნიერი 500-600 მეცნიერი იღებს მონაწილეობას პროგრამის შედგენაში, მაგრამ მას აწერია, ეს არის ჩვენი ხედვა, იქნებ ვიღაცა სხვას განსხვავებული აქვს. ჩვენ არავის არ ვახვევთ და რაღაც კატეგორიული ტონით არავის არ ვესაუბრებით. ჩვენ ლაპარაკობთ ჩვენს პოზიციაზე, რომელიც ეყრდნობა ანალიზს, ეყრდნობა ქვეყნის გამოცდილებას და იმ მსოფლიო გამოცდილებას და იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს რეალურად არის მსოფლიოში. ეხლა როცა ჩვენ საუბრობთ, უკვე ირანი ბომბავს ამერიკის სამხედრო ბაზებს. ეხლა ვისთვის იქნებოდა უცხო, რომ ეს ასე წავიდოდა, ასე გაგრძელდებოდა. პროცესები ძალიან იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოს შეიძლება იქცეს ერთ-ერთ მშვიდობის უდიდეს სივრცედ, მსოფლიო სივრცედ შეიძლება იქცეს, ოღონდ ამას ჭირდება სერიოზული გააზრება და ამას მარტო ხელისუფლება ან რომელიმე ჯგუფი ვერ გაიაზრებს მარტო, ეს არავისთვის საწყენი არ არის, იმიტომ რომ ამას ჭირდება ძალიან სერიოზული ღრმა ანალიზი და ანალიზი არა მარტო ქვეყანაში მცხოვრები, ძალიან გამორჩეული ადამიანების, არამედ ძალიან დიდი კონსულტაციები ქვეყნის გარეთ. უამრავ ადამიანთან გავწია დღეს კონსულტაციები ქვეყნის გარეთ და ძალიან ბევრმა მითხრა, რომ აი ეხლა რომ სერიოზული პოლიტიკური ძალა იყოს ქვეყანაში, ან ხელისუფლებაში, ან ოპოზიციაში, ან რომელიმე რომ მოდიოდეს, ან პირდაპირ მითხრა ზოგიერთმა, აი მეცნიერთა კონგრესს რომ მქონდეს დღეს სადავეები. მე სულ არ მინდა ეს. მე გეუბნებით იმას, რაც თქვეს, ეს სხვანაირად განვითარდება მოვლენები. ჩვენთან როგორ ვითარდება მოვლენები, დაჭერები, გასამართლება, ერთმანეთის ჩაშვება,
ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ რა არის? ეგ არის საქართველო. რა აკადრეთ თქვენ საქართველოს? საქართველო ციხეებია? საქართველო დაჭერებია? საქართველო ის არის რომ ყველა ერთის წინააღმდეგ ამას ოპოზიცია რო გაიძახეთ და ესე იგი ყველა გონიათ რომ აი ის ერთია დამანგრეველი მეცნიერთა კონგრესი ამბობს ის ერთიც საჭიროა და ყველანი საჭირო ვარ ესაა კარგი თორე ვინმეს ლანძღვას პრობლემა არ არის პრობლემა არ არის ოპოზიციის უდიდესი შეცდომა იყო სწორედ ის და ფაშიზმი ოპოზიციის მოდიოდა იქედან რომ ყველა ერთის წინააღმდეგ აი არსებობს გუნდი რომელმაც არ დაუშვა ეს და თქვა რომ ყველა ერთის წინააღმდეგ ეს არის ფაშიზმი არსებობს გუნდი რომელმაც თქვა რომ არავით არის გასამართლება დღეს ისეთი შეცდომები აქვს ისეთი რამეები აქვს დაშვებული გასამართლება შეიძლება ნებისმიერის აი როგორც არის რომ ხელისუფლებები იჭერენ ხელისუფლებები ასამართლებენ დრო ამ ხელისუფლებას გაასამართლებს ყველა ხელისუფლება გასამართლდება და შეიძლება ხვალ ვინცაც ასამართლებენ იმათ გაასამართლონ ესენი რატომ იმიტომ რომ კურსია ასეთი აღებული ყალბი გმირების მოჭრის კურსია აღებული ქვეყანაში ყველა ადამიანი სულ არ უნდა და იმ ჭიჭინაზეს და იმ პიროვნებები ვინც არიან დაჭერილი ვინმეს შეიძლება პოლიტიკა სულ არ უნდა და სულ არ უნდა ის რომ პოლიტიკა შემოსულიყვნენ ისინი აქციეს პოლიტიკოსებად და ხვალზე 2 წელი გავა 3 წელი გავა 5 წელი გავა გამოვლენ ისინი და ესენი იქნებიან გმირები მაგრამ ძალიან ბევრი ყალბი გმირი ბიძინა ივანიშვილის ეპოქა ეს არის ყალბი გმირების შექმნის ეპოქა მან ყალბი გმირების შექმნა პარტიაშიც ყალბი გმირებს ქმნის გარეთაც რა 1 წლით და 2 წლით რო დაიჭერ კაცს და თანაც მსახიობს და ხელოვანს და ამავდროულად ჯერ დაჭერით შეცვლილი სიტუაციას სადგინახავთ თქვენ და ეს ერთი და მეორე ესენი რა რო გამოვლენ იქედან რომ არ უფიქრიათ პოლიტიკაზე იფიქრებენ ისევ ხელისუფლებაში და პოლიტიკაში იქნებიან სწორედ არაპოლიტიკური ცოდნის და პოლიტიკურად უწიგნური ადამიანები პოლიტიკურად უწიგნურებით მოდის დამოუკიდებელი საქართველოს რაც აღდგა დამოუკიდებლობა ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით პირველი პარლამენტი იყო ეროვნული პარლამენტი მეორე პარლამენტი იყო პოლიტიკური პარლამენტი და იმის შემდგომ მოდის პოლიტიკურ უწიგნურთა პარლამენტები პოლიტიკური უწიგნურობა არ არის შეურაცხყოფა ბატონებო თქვენ ხართ ბიზნესი ციგნიერები ხართ რაღაც მიმართულებით ციგნიერები მაგრამ პოლიტიკასაც თავისი ციგნიერება ჭირდება რაც არიცით იმას ატოკიდებთ ხელს სპორტში ხარ ძლიერი პიროვნება მაგრამ პოლიტიკურად უწიგნური ხარ და ხარ ხელოვნებაში სასწაული პიროვნება მაგრამ პოლიტიკურად უწიგნური ხარ ამისინ საუბრობდი რომ ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა პიროვნებამ რომელიც აი ბოლო პერიოდში შემოუერთდა მეცნიერთა კონგრესს გითხრა რომ აი ჩემი შვილის მეგობრები არიანო ეს პარლამენტარებიო და თვითონ ამბობენო იმას რომ წერა კითხვა მაინც ვიცოდეთ კარგადო გინახავთ ამნაირი რამ ბატონები ეს არის პოლიტიკა ეს არის ქვეყნის მართვა და ეს არის ქვეყნისადმი პატივისცემა დავით აღმაშენებლის შოთა რუსთაველის ქვეყანას ეს უნდა აკადროს ვინმე რომ აი ასეთი პოლიტიკური უწიგნურობით იყოს სავსე ქვეყანა ეს ხო საშინელებაა საშინელებაა ეს მე კატეგორიული ვარ იმაში რომ მე მიმაჩნია რომ ხაზარაძე პოლიტიკაში გაუგებრობა იყო ჯაფარიძეც გაუგებრობა იყო ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ეს გირჩი კაცმა რომელმაც თქვა რომ მე არც დედამ წამს არც მამამ წამს არც ეკლესიამ წამს ნარკოტიკი მიმიღია ერთხესიანთა ქორწინებას უჭერნო ეგ ეუბნებით რომ ეს აი 20-იანი წლების ბოლშევიკები არ ლაპარაკობდნენ ეგრე მე ჩემთვის მიუღებელია ეს მაგრამ ის დაჭერა ამათ გმირებად აქცევს ყველას ყველა დაიჭირეს ხომ ვიღან დარჩა უკვე დაიჭირეს ყველა ამისინი ვის გაუგია მსოფლიოში მანახეთ ერთი ქვეყანა რომ აი ასეთი რამ რომ აი ყველა ვინც იყო ესენი რა პოლიტიკური ლიდერები არიან მაგრამ ესენი აქციეს პოლიტიკურ ლიდერებად და ერთი პატარა ბიძგი გარედან რომელიც აუცილებლად იქნება ქვეყანა ომში გაეხვევა და ესენი გმირები გამოვლენ იქედან ჯაბა იოსელიანი გახდა გმირი რო გამოვიდა იქედან და ზეგემ უციხედან გამოსულები ყველანი გამოიხო მახსოვს რომ მოდიოდნენ ფიქრობდი რომ ეს როგორი ტაშით დაიმიტყდებოდნენ ვის ასე მოხდება ეს ყველაფერი რატომ ამრავლებთ ამ ყალბ გმირებს რატომ ამრავლებთ ამ ქვეყანაში რატომ გინდათ რომ ეს ქვეყანა ისევ ესე გასაგებია უკვე თქვენ რას გინდათ ის რომ არ დაწყნარდეს არასდროს არ დაწყნარდება არასდროს ქვეყანა რომელიც პოლიტიკური ნიშნით იჭერს პოლიტიკური ნიშნითაა დაჭერილი ყველა პოლიტიკური ნიშნით იწერდა სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით იჭერს ბიძინა ამანიშვილი კანონით სწორად
მაგრამ პოლიტიკური ნიშნით. ეგ არ კანონებს არგებენ სწორედ იმას, ეხლა მიიღეს ეს კანონები, თუ არ გამოცხადდები კომისიაზე, არ გადაიხდი ფულს გიჭერ. ეს გუშინ მიღებული კანონებია, ხო? ესე ვის ჭირდება ესენი? მე თქვენ მხარეს ვარ, გეუბნებით რომ მე ყველას ვეუბნები რომ მე არ მაინტერესებს არც ერთი თანამდებობა, მე არ მაინტერესებს, მე ვიცი რომ ამ ქვეყანაში შეიძლება სასწაულად ცხოვრობდეთ კარგად და ვიყოთ ბედნიერებით სავსე ქვეყანა. მე ეს ვიცი. ეს იცის მეცნიერთა კონგრესმა. ესაა მეცნიერთა კონგრესის პროგრამები. ჩვენ ვამბობთ რომ აი პროგრამა აგერ. არა, ეს არის ინვენტარიზაცია ქვეყნის. და ვამბობთ რომ საქართველოს ინტეგრალური რესურსები, აი მოდი ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოყვანამ გაგვაერთიანოს. არა, უნდა გაგვაერთიანოს რამ? ლანძღვამ, გინებამ, დაჭერამ, ვიღაცა ყველა აბსოლუტურად ოჯახებში რა მდგომარეობა, ქუჩაში ვერ გავდივარ ბატონებო. ხალხი ისეთ რამეს მეუბნება, მელაპარაკება. არ მინდა კიდე ერთხელ დეტალებში შევიდე, მაგრამ ადამიანები მოდიან, რომლებიც ამ ხელისუფლებაში არიან, ასე იყო სააკაშვილის დროსაც. კატასტროფულ რამებს მელაპარაკებოდნენ. იგივე ადამიანს უყურებდი, მე ტელევიზიით გამოდიოდა, კაცი სულიად სხვა რამეს ამბობდა. ამ ადამიანებს ერთი ორს ხელი არ ჩამოართვი, დავანებეთ მეთქი დავი. იმიტომ რომ არ გადმომედოს ეს თქვენ ავადა ხართ მეთქი. და ეს არის აი ფსიქიური მდგომარეობაა და არ გადმოგედოს ეს კაცი ხო უნდა იყო. ერთი ლაპარაკობ ერთს და მე გამოდიხარ ტელევიზიით ლაპარაკობ მეორეს, ან თუ 4-5 კაცი გამოჩნდება, ეშინიათ ერთმანეთს, იხედებიან იქეთ-აქეთ, ვინმე ხო არ მიყურებს, ეს არის უკვე შეფასება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის. ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შეფასება არის ბატონებო ეს. ამიტომ ვინც მე მეკითხებით და მეუბნებით რომ როგორ ვაფასებ ამას, ყოველგვარი დაჭერის წინააღმდეგი ვარ, მით უფრო ხელისუფლებაში არ უნდა მონაწილეობდეს და კანონი არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იწერს. ეს კანონები ეხლა თუ არა 10 წლის მერე შეფასდება, 20 წლის მერე და იტყვიან იმას, რომ ეს იყო კატასტროფა და მარტო იმას კი არ იტყვიან, იმ ხელისუფლება მიიღო. ხალხს იტყვიან, რომ კი მაგრამ ხალხი სად იყო? გეძინა თო იტყვიან ილია ჭავჭავაძე რომ ამბობს მე სიმართლეს გელაპარაკებით და თქვენ გვერდ შეიბრუნებთ და მეორე მხარეს წვებითო. აი ესა, იმან დაღუპა ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა. აბა როგორ გვინდა ახლა ჩვენ რომ სოციალური პასუხისმგებლობა ხო უნდა იყოს, ხო არ გეუბნებათ ვინმე რომ ბიძინე ამანიშვილის აგინეთ, ლანძღეთ და ეწინააღმდეგეთ და ტყვია ესროლეთ. მე გეუბნებით რომ მიდით და დაელაპარაკეთ უთხარით, არ შეიძლება ეს დაჭერები. ყალბი გმირებს ავრავლებ ბატონო ბიძინა და ყალბი გმირები ამ ქვეყანას დაანგრევენ, დააქცევენ 5 წლის მერე, 10 წლის მერე, 20 წლის მერე. მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში პოლიტიკაში ვერ მოვლენ რეალური პოლიტიკოსები. პოლიტიკაში მოვლენ მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის პოლიტიკოსები და ყალბი გმირები და ყალბი პოლიტიკოსები. ამ ქვეყნის გადარჩენა არც მილიარდერთან არ არის დაკავშირებული და არც ეგრეთ წოდებულ ქუჩის ბელადებთან არ არის დაკავშირებული. ამ ქვეყნის წინსვლა და გამარჯვება დაკავშირებულია განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთან. რწმენით და სიყვარულით მოქმედ განათლებულ ადამიანთა ხელისუფლებასთან. ამის შექმნის, ასეთი ხელისუფლების შექმნის წესი შეიმუშავეს მეცნიერებმა. მაგრამ ვინ არის ახლა ისეთი ხალხი, რომელსაც მე რაღაც რომ ეგონა რომ გამოდიან და ხელისუფლებამ ომი აგვაცილა, ხელისუფლებამ ის გააკეთა ხელი. რა მომღერლები გახდით თქვენ ღუპავთ ამ ხელისუფლებას. კარგით, მოგაცილეს თქვენ მეცნიერთა კონგრესს, აგიყვანეთ სხვაგან. ზოგი იქ მუშაობს, ზოგი იქ მუშაობს და მოგცეს საშუალებები, მაგრამ არ იქნება თქვენს ოჯახებში წესრიგი და არ იქნება თქვენს ოჯახებში სიკეთე, სიმშვიდე არ იქნება, იმიტომ რომ თქვენ მიდიხართ იმის წინააღმდეგ, რასაც ქართული ქვია. ქართული წინააღმდეგ წასვლას არ უსურვებდი არავის. არა, თქვენ რო კარგად იცხოვროთ, ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ვინც აი ამ თავის თანამდებობით ან ხელისუფლებისაგან კარგ განწყობას თუ ყიდულობს, თუ იღებს, მნიშვნელობა არ აქვს. მოვაჭრეები ხართ და თქვენს ოჯახებში სიმშვიდე არ იქნება. ცოდვა ჩადიხართ. იმიტომ კი არა რომ ხელისუფლებას და იდექით ხელისუფლებასთან, რომ სწორი ელაპარაკეთ. დღეს გამოდიან და ერთ პიროვნება მეუბნება ხელისუფლების მხარდამჭერი, ხო ხედავთ როგორი კანონი მიიღენ მიგრაციასთან დაკავშირებით. მე მეუბნები რომ გაჩერდი მეთქი გავჩერდით. გაიარა 20-მა, იმან აი რომ დადიან მოტოციკლეტებით და ველოსიპედებით რომ დადიან. მე ვთხარი ერთი ქართველი დაინახე რომ ზიზეთ. არაო. აბა მე ვთხარი მელაპარაკე ახლა უკვე თქვენ წარმოგიდგენიათ რომ რა მდგომარეობაა ქვეყანაში, აღარ ვსაუბრობ ბევრ სხვა რამეზე. გითხარით რომ სახლები რომ შენდება 70-80% უცხოელები ყიდულებენ ამას და ყველა დეველოპერი პარლამენტშია შესული.
მე ასეჯერ ვიმეორებ, ამას გავიმეორებ. და ყველას ვეუბნები კიდე გუშინძი ძალიან საინტერესოა და დიდი მადლობა მინდა უთხრა თქვათ არიან პიროვნებები რომელთანაც თქვათ ძალიან თითქოს ჩვენთან იყვნენ ადრე წავიდნენ და თითქოს მაგრამ რო საუბრობთ ყველანი ერთ იმაზე მივდივართ არ მინდა დღეს მე ამ პიროვნებებს ვთხოვერო და მიიღებენ მონაწილეობა ჩვენს გადაცემებში და რაღაც ამას ვეუბნები რომ ხალხო ადამიანებო ჩვენ რომ აი ამისთვის მხარი დაბეჭირა ყველას ერთად და გამოსულიყავით და გვეთქვა არ ვართ არავის წინააღმდეგი საწერია აქვს რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგობა აქ არის პრინციპი რომელიც ილია ჭავჭავაძემ შემოგთავაზა ბედნიერი მორიგება ერთმანეთის შეუბღალავად და დაუმონებლად ეს მარტო ლოზუნგი კი არა გაწერილი და პირველი შესავალი სიტყვა გარდა იმისა მეცნიერთა კონგრესის ეკუთვნის ესე იგი ბატონ ჯუმბერ კოპალიანს ამ ღვთისმიერ კაცს რომელიც ეროვნულ მოძრაობას მოყვება და ყოველთვის იყო შემრიგებელი და ეს დღეს ქართული ერთობის დარბაზის ხელმძღვანელია ისევია თქვა ეს პუნქტები რომელიც აქ არის ჩამოყალიბებული გუშინ და გუშინწინ გავშალეთ და ვეუბნებით აი ნახეთ როგორი პუნქტებია ყველაფერი ხვათაჟერ მაქვს კიდე ერთხელ გავიაროთ ვეუბნები და წავიკითხოთ ხედავთ როგორი პუნქტებია გადასარევია მე ვთხარი ის კი არ გვინდა ქუჩაში რო გამოვდივართ და ვიძახით რომ გაივსოა ეს და მოვიდა დაანებეთ თავი ამ ურაურას მოდით ვთქვათ რომ ხელისუფლებამ აი მოდით რატო არ იხილავთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინას რატო პოლიტიკური იმისთვის იბძვით ყველანი რომ პოლიტიკური ავტორიტეტი მოიპოვოთ დღეს ადამიანი ან პოლიტიკური გუნდი რომელიც იბძვის თავისი პოლიტიკური ავტორიტეტის მოპოვებისთვის კატასტროფაა დღეს უნდა იბრძოლო საქართველოსთვის არც რომელიმე პარტიას ებრძოლო არც რომელიმე პიროვნებას არ ებრძოლო საქართველოსთვის აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი ეს არის მეცნიერთა კონგრესი რომელიც აი მოსახლეობაშიც კი ვერ გავიდეს და გეუბნებით არა პირველი არხი რომელიც $3 მილიონ იღებს ყოველთვიურად სახელმწიფოსგან წუთი არ მიცეს მეცნიერთა კონგრესს წუთი როგორ შეიძლება ამ ტელევიზიას რო უყურო როგორ შეიძლება სხვა ტელევიზიებს ჩვენ ელჩებს ვექნება საშუალება შევხვდებით და ვეთქვით რომ თქვენი შეცდომა იმაშიც იყო რომ თქვენ საქართველოში უჭერთ მხარს იმ პოლიტიკოსებს რომელთაც არ აქვთ ავტორიტეტი ქვეყანაში ამას დავანებოთ თავი იმ ტელევიზიებს ეძახით დემოკრატიულს რომელ ტელევიზიებშიც მხოლოდ და მხოლოდ ესე იგი აი თქვენი მიმართულების ან თქვენი მხარდამჭერი ან ლიბერალური ღირებულებების მომხრეები გამოდიან ან კიდე ურაპატრიოტები გამოდიან არც ურაპატრიოტიზმია ქართული და არც ურალიბერალიზმია ულტრალიბერალიზმია ქართული ეს ორი ძალაა დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე გონია თქვენ სხვა ვინმეა ხელისუფლება წავიდა ურაპატრიოტიზმის გზით და ამით უამრავი ადამიანი ტყუდება ცნობილი ადამიანი გეუბნები რა გინდათ მეტი მე ვეუბნები ეს არის ურაპატრიოტიზმი და ურაპატრიოტიზმი არ არის ქართული ამაში მეთანხმება მე რომ გავდივარ და ვეუბნებით რომ მიდით ხომ ხართ ამ ხელისუფლების ხარდამჭერი ერთი გამოიტანეთ ამ ხელისუფლებისაგან სამტომეული რომელიც გაიგზავნა ევროკავშირში რომ დავწერეთ განცხადება და უთხარით რომ გვინდა ევროკავშირის წევრობა იმათ ხარ უთქვამთ რომ იმათ ხარ დაუწერიათ განცხადება ჩვენ დავწერეთ ხომ ჩვენ შევიტანეთ ხომ იმათ გამოგიზავნეს კითხვები გამოიტანეთ ვეუბნები ამ კითხვებზე პასუხები რაღაცა ხელისუფლებამ რატო უმალავთ ხალხს ესე იგი იმასთან ჩინეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულებას რატო უმალავთ ხალხს და ეს უთხარით თქვენ იყავით მასთან იყავით დაუკარით ტაში აქეთ ადიდეთ გაეგეთ ფერქვეშ ბიძინე ამანიშვილს მაგრამ უთხარით ერთი წამაკითხეთ ეს რა არის რა თუ იქ არ ნახავთ თქვენ იმას რომ ყველაფერზე თანახმავართ ევროკავშირო ოღონდ მიგვიღეთ თუ არ ნახავთ ამას მე მითხარით რომ თქვენ გატყუებდეთ ჩვენ 10 წელზე მეტია ვსაუბრობთ ევროკავშირი არ არის ევროპული ღირებულებები რომ ევროკავშირის ღირებულებები და ევროპული ღირებულებები დაცილებული ერთმანეთს რომ საქართველო სულ ჰარმონიზაციაშია ქრისტიანულ ღირებულებებთან მით უფრო მართლმადიდებლები ვართ და ესე იგი ევროპულ ღირებულებებთან დასავლურ ღირებულებებთან მაგრამ წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან თქვენ ევროკავშირს ეგებოდით ფერქვეშ მე არავის ფერქვეშ არ ვეგები და მეცნიერთა კონგრესი ამბობს
ევროპული ფასეულებები, ევროპული ღირებულებები იგივეა, რაც ქართული ფასეულებები და ღირებულებები, რაც ქრისტიანული ფასეულებები და ღირებულებები. აი სად ვართ ერთმანეთთან? ამენით ველაპარაკოთ ევროკავშირს. ის კი არა რომ ჩვენ უნდა უთხრათ რომ ჩვენ აი ესა ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა. ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების მომხრე. და იმიტომაც თუნდაც რომ ჩვენმა მეფემ დავით აღმაშენებელმა გადაარჩინა დასავლური ფასეულებები და ღირებულებები და ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. თქვენ რას გვახლებთ თავზე ევროკავშირი? ამას ვლაპარაკობთ 10 წელზე მეტია. ამას ვეუბნებოდით მიხეილ სააკაშვილის დროს და ვეუბნებოდით რომ გამოიყენეთ ეს არგუმენტები და არ გინდათ ნუეგებით ფერქვეშ არა. ამას ვეუბნებოდით ამ ხელისუფლებას ეხლა აიღეს უროპატრიოტული ისა და ვისთან. სწორს გეუბნებიან ირანში არ შეიძლებოდა 20 ჯერ ჩასულა. და არ შეიძლებოდა იმაში ჯდომა სადაც უნდა დატოვო და ან უნდა თქვა რომ ესე იგი ამერიკის მიმართ რა შემოძახილებიც იყო იქ არ შეიძლებოდა. არ გაპატიებს ამას არავინ. არ გაპატიებს, არ შეიძლება ეგეთი რამები არ ხდება. ბუნება თავის კანონზომიერებებით მიდის. და როდესაც თქვა შენ ზიხარ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ზიხარ და ათმობ ურთიერთობებს ირანთან, სადაც ამერიკის მიმართ მე ხო არ გეუბნებით რომ ამერიკა აქოთ. კი ბატონო, თქვენი შეხედულება გქონდეთ, მაგრამ ხო არ გეუბნებით იმას რომ ირანი ამას უაკეთებს, იქ იყო და შენი პოზიცია არ გამოხატო. ხო არ შეიძლება რომ ხო არ გეუბნებათ ვინმე რომ ევროკავშირი არ ლანძღო, მაგრამ მე ხო გეუბნებ, მე ვამბობ იმას ერთა კონგრესში გეუბნებათ რომ რა მიწერეთ ევროკავშირს, შეკითხვები რო დაგისვათ, რა მიწერეთ? რას გეუბნებოდათ მე გვაჩვენეთ ის? რას გეუბნებოდათ მესნიერთა კონგრესი გეუბნებოდათ მოდით მივიღოთ ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინა, სადაც ყველაფერი ძალიან კარგად არის ჩამოწერილი. ყველაფერი ძალიან კარგად არის ჩამოწერილი. ამ ხელისუფლებას უფრო უკეთესი მხარდამჭერი ვიდრე ბატონი ჯუმბერ კოპალიანი არ ყავს. აი მასთან ერთად ვიჯეგით ბოლოს რამდენიმე მესიანი და ვამბობდით ბატონო ჯუმბერ, აი გითხარით რომელიმე პუნქტი არის აქ, აი ხვალბას დაუსვა ამ კითხვას, რომელიც ეწინააღმდეგება მას? არა. ეწინააღმდეგება ვინმე სხვა არა. ესე იგი ჩვენ ვაერთიანებთ ხომ? დღეს გამაერთიანებელია ამ ქვეყნისთვის თავარი და არა დამპირისპირებელი და დამხუცმაცებელი. გამონათქვამია ძველი 1000 ჯერ ვითქვამს თქვენს მეც და კიდე გავიმეორებ რომ ეშმაკი თამაშობს ჩვენით როცა ჩვენ სწორად არ ვაზროვნებთ. ეშმაკი თამაშობს დღეს აი ამით როცა სწორი გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. ეშმაკი თუ არ თამაშობდა ჩვენით ხელშეკრულებას როგორ მოაწერეთ იმას ხელი ჩინეთთან? რა გვინდოდა ირანთან ასე რომ შევედით? ხვალზე რა იქნება ხო ვიცით არა? და მე ძალიან ბევრს გადაედუეს და თურმე რამდენიმე მოყოფილა ქვეყანაში და ლანძღავენ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამერ სადაც არ უნდა შეხვიდე ეხლა ვინც ამ ვინა ამით უჩვე მიხვდები ხელისუფლების მე ვეუბნები რომ ტრამპი არ არის ამერიკა და არ იყვარს ბაიდენი ამერიკა და არ არის რომელიმე ლიდერი ევროპა ხალხო როგორ შეიძლება ეს დამოკიდებულება აი ამერიკა როგორ შეიძლება ეს მე ვინმე თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ჩვენ აი იმ ვთქვათ მეცნიერულ სიმაღლეებს რომელიც და ჩვენი სტუდენტები ახალგაზრდები ეს მოვაცილოთ და სად ირანში წავიდეთ სასწავლებლად თუ ჩინეთში ჩვენ ხوار გეუბნებით ვინმე შეეწინააღმდეგეთ ჩვენ გეუბნებით რომ ქართული მხოლოდ ქართული გზა ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს ქვეყნის გარეთ მეგობრები უნდა ვეძებოთ და არა პატრონები ხელისუფლება ყრელა რომელიც მოვიდა 92 წელს მერე გარეთ ეძებდა პატრონს და დავჭით უპატრონო დღევანდელი ხელისუფლებები და ოპოზიცია გარეთ ეძებს პატრონს მეცნიერთა კონგრესი ეძებს მეგობრებს და უამრავი მეგობარი შევიძინეთ უამრავი როგორც უცხოელებში ასევე ქართველებში ეს არის ბედნიერება ეს არის სწორი გზა ამ პრინციპებზე აგებული ყველაფერი ის რასაც ჩვენ საუბრობთ და თქვენ ნახავთ როგორი იქნება იმ საზოგადოებრივი პარლამენტი რომელიც სექტემბრის ბოლოსკენ ასე იგი იქ არც ერთი პოლიტიკოსი არ იქნება იმ იმაში აქ იქნებიან მხოლოდ ჩვენ ვამბობთ დღეს ჭირდება ქვეყანას ეროვნული თანხმობა ეროვნული თანხმობის ხელისუფლება არა დამპირისპირებელი არა მლანძღავი არა მაგინებელი არამედ ეროვნული თანხმობის რომ ქვეყანას დღეს ჭირდება პროფესიონალთა გუნდი
და ესე იგი ეს უნდა იყოს ავტორიტეტების პარლამენტი ჭირდება ქვეყანას, ავტორიტეტების. აი ქუჩაში გააჩერეთ პიროვნება და შეიძლება მოგიხმეს და გითხრას რამდენიმე წლის წინამდელი არ ვთქვათ გამსახურდიას პარლამენტის 1-20-30 წევრი დაგისახელოს. დაგისახელოს შემდგომ თუნდაც შევრნას პარლამენტის რამდენიმე წევრი. აი დღეს 2-3 კაცს ვერ დაგისახელებს ამ პარლამენტის წევრს. რატომ? იმიტომ რომ ესენი შერჩეული არიან არა ავტორიტეტების გამო, არამედ მონური ფსიქოლოგიის გამო. ხა არ ერთი კაცის სადმე მონური განწყობით იქნები აქ. საუბარი არის მეკითხებიან აკრი მიქაუტესთან დაკავშირებით ქუთაისიდან არისო. კი ბატონო. გამომძიებელი იყო ჩვენ დროს. როგორც ახლა გავიგე, ესე იგი ისე საერთოდ კითხულობ, რომ დღევანდელი გუბერნატორი, სხვები და სხვები ვინც არიან, აი ჩვენ დროს მოვიდნენ და იყვნენ ესე იგი სხვადასხვა ორგანოებში მუშაობდნენ. გამოდის რომ მე აი კადრები შეგვირჩევია ჩვენ და მე ვყოფილი ვარ ცუდი. ცუდი კაცი როგორ ვარჩევდი ამ კადრებს, რომელსაც თქვენ ასე ეღვნობით და აკებთ და ადიდებთ და რაღაც ის გონიათ. ჯერ აკებთ და მე რეიჭერთ. მიქაუტაძეზე ლაპარაკი. მიქაუტაძეზე 4-5 თვის წინ უფრო ადრე ალბათ. მე ვთქვი რომ რა დამსახურებით შეიძლება მოვიდეს ქუთაისის უშიშროების უფროსი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ. ერთი შეკითხვა მაქვს დასმული, კიდევ კარგი რომ ესენი დევს გვერდებზე და ახლა ვერავინ ვერ იტყვის რომ ახლა ვიგონებ დღეს ამას. ვეკითხები რა დამსახურებით. მე უნდა გამიხარდეს ეს რომ ასე იყოს არა? ერთ-ერთი მინისტრი რომელიც კარცელაძეზეა და სხვებს საუბარ რომ გამოდიოდნენ და აფშვებოდნენ იქ და ოცნებასთან დაკავშირებით ვეუბნებოდი რომ ინანებთ ყველანი თქვენ რაღაც ღუზა ხო უნდა ჩაუშვათ არა? ნუ გაასრულე, ესე იგი შეჯიბრი იყო ვინ უფრო შეაქებდა ივანიშვილს და ვინ უფრო გაეგებოდა ივანიშვილს. მინდია უგრეხელიძეს აქვს ერთი უხეში გამოთქმა უნდა გამოვიყენო, მაგრამ ბოდიშს მოგდით ლიტერატურული გამოთქმა. მინდია უგრეხელიძეს აქვს გამოთქმა რომ საპონი დანიშნულების მიხედვით არ გამოუყენებიაო. ხელისუფლებაში როგორ შეიძლება ადამიანები იყვნენ, რომლებიც საპონს დანიშნულების მიხედვით არ იყენებენ? როგორ შეიძლება ესეთი რამე იყოს და როგორ შეიძლება შენ თვითონ ვინ ხარ, როცა ასეთ ადამიანებს ეძებ ხომ? დაღუპეთ ეს ხალხი არა, ვინც მოიყვანეთ, დაღუპეთ რეალურად. ეხლა ვინმეს რო ეთქვი, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს რაღაცას აი ამ დღეებში გახდა კიდე ჩემთვის ცნობილი, მე ვიცოდი ადრე რომ ერთ-ერთმა ძალიან ჩემთვის უაღრესად სანდო პიროვნება მითხრა რომ მე გავხდი იმის მომსრე რომ მიხეილ სააკაშვილი ეუბნებოდა გუბერნატორს და სხვებს რომ არ დაანგრიოთ ეს ისინიო არ ღირს ამ აღარ დამელაპარაკოთ ამაზე და კაც მეუბნება რომ მე იქ ვიყავი თვითონ როცა ამას მეუბნებოდა და გამიხარდა ეს ვიფიქრე რომ ხოჩა კარგი ის კონია მაგრამ მეწყინა ისო კი მაგრამ პრეზიდენტმა უთხარი და მაინც დაანგრიეს და მაგრამ მე ჩასულა როცა ოხტა დაანგრევა დაატყდა მთელი ამბავი ქვეყანაში და რომ მიხდნენ რომ უდიდეს შეცდომა დაიღუპა დედა შვილი რაღაცა მეუბნებიან დარწმუნებით ისე კი არა უბრალოდ დარწმუნებით თანაც მაღალი თანამდებობები რომ ეჭირათ მაშინ პროკურატურაში და სხვაგან მეუბნებიან რომ ეს მოხდა ჯანაშია იყო თანა კურსელი ამ გუბერნატორის იმის საშუალებით წამოწიეს და წამოწიეს წინ მე როდესაც ეს მკვლელობა მოხდა ჩავიდა პრეზიდენტი და ესე გეუბნებით ახლა აი ხო რა მდგომარეობაში აღმოჩნდა ქვეყანა მე ნიშნის მოგებით ხარ მინდა ვილაპარაკო მაგრამ კენჭი რო ვიყარე მეც კი არაფერს არ ვეუბნებოდი ნუ ღუპავთ ამ კაცას და ნუ ღუპავთ ქვეყანასაც აი მარტო ეს რასაც ახლა ვამბობ რომელიც დადასტურებულია და რო გადავამოწმე სწორია არც უნდა გადამოწმება ისეთ პიროვნება მითხრა რომ ჩავიდა დედაშვილის მკვლელობის შემდგომ პრეზიდენტი და დედას აგინებს გუბერნატორს გუბერნატორი ეუბნება დედა გარდაცვლილი მყავს და ნუ მაგინებო აიღო და წიხლის ჩართმა უნდა და პრეზიდენტს გუბერნატორისთვის გუბერნატორმა თავი დაეცვა მოკიდა ფეხში ხელი და წაიქცა პრეზიდენტი მეორე დღეს გადადგა მიხეილ სააკაშვილი ისა გადადგა მიხეილ სააკაშვილი გადამდგარიყო მაშინ ღირსება იქნებოდა რომ დაანგრიეს ის გადადგა გუბერნატორი სულ ფიქრობდი რატო უნდა გადამდგარიყო ქალაქის მერი ის არისო გუბერნატორი გადადგა მე მოხდა წინა დღით ეს ამბავი ესე შეიძლება ქვეყანა იმართოს ხალხო აი ვერც კი წარმომიდგენია უბრალოდ აი ვერც კი წარმომიდგენია და ყველას ვეუბნები ან სააკაშვილის მომხრე რომ ხარ ან თქვათ ბიძინე ამანიშვილს ასე რო ეგები ფეხქვეშ ქვეყანა სად არის ამ დროს
მიხეილ სააკაშვილია ქვეყანა თუ ბიზინა ამანიშვილია ქვეყანა ღირსება ხო უნდა გქონდეს არა ჩემთვის ადვილია ასე გამოსვლა და ამაზე ლაპარაკი როგორ ფიქრობთ თქვენ ყველა მაფრთხილებს ბოღმიანი კაციაო მე მინდა რომ ის ბოღმიანობასაც შევებრძოლო და უთხრა გამოდი ამ მდგომარეობიდან გასაგებია ხა თქვენ ჩემნაირი კაცი არ გინდათ იმიტომ რომ თქვენ დუდუგზე ვერ ვიბუქნავებ და ვის თქვენ დუდუგზე ბუქნავს იმ ხალხს ნიშნავ თქვენ მე არაფერი თქვენი არ მინდა მე ვიცი რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს გამართული ხალხი ცხოვრობდეს კარგად და ამის პროგრამები არსებობს და ვიცი ის რომ დღეს საქართველოში 1 ლარი ასრულებს 10 თეთრი საქმეს 10 ჯერ ნაკლებს და ვიცი ის რომ ნებისმიერი მიმართულებით 7-8%-ზე მეტი მოქმედებაში არ არის მოყვანილი ქვეყნის პოტენციალის და როგორ გავჩერდე ესე იგი მეც მტერი გავხდე ახლა ეს უნდა ვინმეს რო ვინც მეუბნებით მე რო იცი რა ცოტა ფრთხილა როგორ გავჩერდე როდესაც ვიცი რომ ნებისმიერი მიმართულებით 7-8%-ის მეტი მოქმედებაში არ არის მოყვანილი როგორ გავჩერდე როცა 1 ლარი 10 თეთრი საქმეს აკეთებს როგორ გავჩერდე როდესაც მე ვხედავ წარმოუდგენელ კორუფციას თბილისში და ნებისმიერ რეგიონში ის მინისტრის მოადგილე დაიჭირეთ ის ვინ არის იმასთან შედარებით რომელზეც ჩვენ გვისაუბრია გადაცემებში ამდენი სახლი აქვს ვერ ითვლის სახს მეორე ქუთაისელია იმის თავმჯდომარე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სახლებს ვერ ითვლის მამა გადასარევი ყავდა ვერ ითვლის სახლებს უღირსი საქციელებით გაავსო თავისი ოჯახის ბიოგრაფია ანალოგიურია სხვები აქ ბორის ქარცელაძეს და სხვებს მინდა მიმართო თქვენ ისე რა გადაიქცნენ რა ქვია მონური ფსიქოლოგიის ადამიანები და ქება დიდება და როდემდე მითხარით ერთი ვარ თუ არა მართალი იმაში რომ ყველა რაიონში არავით არის გამგებელი არავინ არა 4-5 კაცი აი ეს კოხოძე ბაღდადი ეს არის მამა მას ძალიან წინვალე პიროვნება იყო მამამისი მუშაობდა აპარატში და ძალიან აქებდნენ გიორგი ამირანაშვილი და სხვა მაშინ ძალიან კარგი ხმები მესმოდა და ეს პიროვნება მე სააკაშვილის მამასთან რო შევიდა ალიანსში და რო ჩაიგდეს ხელში ეს საირმე რომელსაც აბსოლუტურად სხვა ფუნქცია უნდა კონდეს ქვეყანაში ვიდრე კოხოძე ამას ფიქრობს და კიდე სხვა ვინმე ამაზე ლაპარაკობს ესე იგი ერთი კაცია დღეს და მაგრამ ერთი ის გამომიგზავნეს ისეთი ჟურნალისტური კვლევა გამომიგზავნეს ეს კოხოძეც მამამისიც შემეცოდა ოჯახიც ბაღდადი შემეცოდა და იმის გამო რომ რა ხალხის ხელში აღმოჩნდა ესენი გამგებელი ამბობს იმას რომ ბაღდადს ეხმარებაო კოხოძეო და რაღაც ეს არის საზომი ბატონებო აშოვნინებენ ქვეყანაში 1 მილიარდს დახარჯავს 10 მილიონს და უკვე ის არის რა ქვია ეს მე ვეუბნები რომ მე არაფრის მქონე ვარ და სახლი რომელიც მქონდა ერთი ერთ რექტორს ვაჩუქე და მეორე რექტორს და მესამე ოთარ მამფორიას მე ბინა არ მაქვს თვითონ არც თბილისში და არც ქუთაისში ანუ მე რაც მქონდა ყველაფერი გავეცი ესენი იშოვიან მილიარდებს 10 მილიონს 15 მილიონს დახარჯავენ და ამათ ქვიათ მეცენატები ჯიბგირობაა ბატონებო მილიონებს და მილიარდებს შოულობთ და მე 10-15 მილიონს დახარჯავთ ხალხზე მაგრამ იმ კოხოძემაც სასაული რამე თქვა დღეს მე ვერც კი წარმოვიდგენდი დააკვირდით ისეთი რამ თქვა 14000 კაცი ცხოვრობს რაიონში 4 მილიონი უჯდება ხელისუფლების შენახვა 4 მილიონი ხელისუფლების შენახვა უჯდება ბაღდადში ანუ ყოველ ბაღდაძეს ბიუჯეტის ეს ხო ბიუჯეტის ფულს იღებენ ანუ ყოველ ბაღდადელს ხელისუფლება უჯდება წელიწადში 300 თუ 400 ლარი ყოველ ბაღდადელს დიდს თუ პატარას ხალხო ადამიანებო მე ამაღამ შეიძლება მან არ დამაძინოს ეს როგორ შეიძლება ქვეყანაში ხდებოდეს რომ ხალხის ფულს და აი ამბობს მე ისა რომ მე ვაფსეო თუ ესეთი რამები არ შევქმნითო და სამონადირეო ბიზნესი თუნე რაღაცა რა თუნდა საიმეს ეს არის სოფლიოში უნიკალური ეს ელიტარული კურორტი შეიძლება გახდეს მაგრამ ამას არ ჭირდება ის ასეც ესენი ლაპარაკობენ ხო ვიცით არა სამონადირეო რაც იყო კომუნისტების დროს იყო კიდე სამონადირეო ესენი ქონდა შექმნილი სადაც ნადირობდნენ
პირველი მდივნები ზეგას დივანი და ვიღაცა ასე უნდათ ეხლა აი ესე სხვა ამიდან ხო ვერ გამოვედით ჩვენ რა ესე უნდათ არაფერი არ ჭირდება საირმეს აქვს ისეთი წყალი და საირმეს აქვს ისეთი ხარი ისეთი ბუნება და ისეთი უღელტეხი გადასასვლელი იქეთ კიდე რომ ეს არის უნიკალური ადგილი უნიკალური როდესაც მე თელ მსოფლიოში ვაკეთებდი იმერეთის პრეზენტაციას ვამბობდი რომ იმერეთი არის ცენტრი იმიტომ რომ საითაც გინდა მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება თუ იქეთ სადაც გადადიხარ ბაღდადიდან ეს ყველაფერი ცნობილია აქეთ ყველა დასავლეთი აღმოსავლეთი ნებისმიერი მიმართულებით უნიკალურია რა 1-2 კაცი ყველა ქალაქსა და რაიონში 5-6 კაცს უჭირავს ყველაფერი ხელში ისინი ნიშნავენ გამგებელს ისინი ნიშნავენ საგრებულოს წევრებს ისინი ნიშნავენ ყველაფერს და მე ეს გამგებლები და ესენი ემსახურებიან ამ ფულიანებს გადამწყვეტი ბრძოლაა ბატონებო საჭირო რომ გადავარჩინოთ ქვეყანაც ივანიშვილიც და გადავარჩინოთ საკუთარი თავიც და ღირსებაც გადავირჩინოთ ღირსებაც გადავირჩინოთ როგორ შეიძლება რომ 4-5 კაცი ზესტაფონში თავის დროზე ვიბრძოდი იმს და სააკაჯერ შევარნაძის დროს მე სააკაშვილის დროს მერაბ სამადაშვილი ეს იყო მოსამართლეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ვინმე იტყვის ახლა ხმასარ მე როგორც კი დაუდექი გარკვეულ ჯგუფს გვერდით მოისყიდა ყველა და ის ხალხი რომლებმაც აი შევედით და მე ვთქვა ბოლომდე ვიბრძოლოთ გააჩუმეს ფულით ფული აღმოჩნდა უბედურება საქართველოსთვის ფული აღმოჩნდა უბედურება როგორ იყიდებით ფულზე ვინც ფულზე იყიდება ის არაფერი არ ღირს მის ოჯახში სიკეთე არ იქნება და ვინც კიდე ამ იმაში ვამბობთ რამდენჯერმე ვთქვი და გავიმეორებ არსენა დიდას ართმევდა ღარიბს აძლევდა ამათ გააძვალტყავეს ადამიანები ანუ გააღარიბეს და ღარიბს ართმევენ კიდე და ამდიდრებენ ცალკეულ ადამიანებს და ისე მონებად იქცნენ გვარები რომელიც მე ამას საბჭე გადაცემას მიუძვნი ალბათ ამ საირმესთან დაკავშირებულ პრობლემას მინდა რომ გავერკვეთ დღეს გავუმიგზავნა ერთ-ერთმა ქალბატონმა აი რომელსაც სასაული რამეებია რომ ნახე ის გადაცემა გავუმიგზავნა და ის გვარები რომელსაც ამ ხალხს ვიცნობ ყველას სასაული ხალხია სულ თაფლით დაიბით ერთი პიროვნება იყო იქ რომელიც თაფს მიგზავნიდა მე როგორც გუბერნატორს ერთი 16-20 კილოგრამს და ამას უგზავნიდი ერთიაც მეორეთიაც 1 გრამი სახში არ წამიღია ის კაცი იყო თვითონ სახლის მისამართი მითხარი იქ მე გამორიცხულია მეთქარი მაინც წამოვიღებ აქედან მაგრამ ასეთი ადამიანები ცხოვრობდნენ საირმეში ესე იგი სახელმწიფო აზროვნების პატარ-პატარა იქ ცხოვრობენ იქ აქვს და ართმევ შენ ესე იგი აი ამ თვითონ ამ პიროვნებას მინდა მივმართო ესე იგი ვინც ასე 14000 ჰექტარი 50 წლით და მე კიდე 50 წლით იმასთან კარგად იყავი შევარნაძის დროს პული იშოვე სააკაშვილთან თავარი იყავი და მამამისთან ერთად თელი საირმე ხელის ჩაიგდე ეხლა აგერ ეს თავრობა შენია ვინ ხართ ამნაირი ხალხო გამარკვიეთ რა ამას ფული აკეთებს ყველაფერს ხო არ ვიცი როგორ გითხრათ იცით რომ თქვენს განერვიულიეთ მეც ნერვიულია მაგრამ მე ვამბობ რომ სიცოცხლის ფასად დგომა დღეს პოლიტიკოსი არის ის რომელიც სიცოცხლის წესიერად რომ იცხოვრა პოლიტიკოსი რომელსაც ხმამაღლა ვამბობ 1 ლარი ბიუჯეტის ფული ვინც ესე იგი არასწორად გამოიყენა და მით უფრო კორუფციული იყო ის პოლიტიკას მოაწილო საერთოდ აი ასეთი კანონი გიჭირდება ქვეყანას 99% შევარნაძის ხელისუფლების, სააკაშვილის ხელისუფლების და ბიზინა ამანიშვილის ხელისუფლების ამ პრინციპს თუ მიუდგებით ციხეშია ჩასასმელი. და 1 და 2-ია ეს რომელიც მიქაუტაძეზეა მარტო უამრავი ვინმე. უამრავი. სასწაულები აქვს ამაც, სასწაული ქონება აქვს, სასწაული ცხოვრება აქვს, სასწაული ისე აქვს ჩაგდებული ხელში. როგორ რის ხარჯზე, ვის ხარჯზე? იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებმაც შექმნეს ის იმდიდრე, რომლის გაკიდვითაც თქვენ გახდით მილიონერები. შეინარჩუნეს ის იმ ადამიანებმა. ვიმეორებ, რომ კოლხოზის მამინდენად კარგი და კარგი პიროვნება იყო, რომ აი უბრალოდ შეწუხებული ვარ, რომ აი ასეთი ადამიანი ნაცვლად იმისა, რომ გააერთიანოთ, შეხვდეთ, დაელაპარაკოთ ამ ხალხს, უთხრათ და პირიქით რა სამონადირეობის რას ლაპარაკობენ მთელი საძოვრები რომელიც უნიკალური საძოვრებია
თურმე ესენი ყველაფერი უნდა ჩაიგდონ ხელში, როგორც მე ყოველ შემთხვევაში იმ გადაცემით, რომელიც გამომიგზავნეს, მივხვდი და ვხედავ იქ ხალხი ესე იგი გაფიცულია და პატრონი არ აღარ პროკურატურა იღლა იჭერენ 5-6 წელი მიცეს რომ 1900 წლიდან ადამიანი ცხოვრობს იქ ამ ხალხმა გადაარჩინა ბევრი რამ იქეთ შენო მიტაცებული გაქვს და იჭერენ 5-6 წელი მიუციეთ მე ვერც კი წარმომედგინა რომ საქართველოში ფულს ასეთი ძალა ექნებოდა მე ვფიქრობდი იმას რომ საქართველო ინტელექტზე ორიენტირებულია აი რას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ რა ხელისუფლებებიც მოვიდნენ და 1 წელზე მეტი ვინც იყო ყველამ უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას ფულის ქვეყანა დაქცია ის ქვეყანა რომელიც სულით მოდიოდა სულით ფულის ქვეყანა დიქცა გურამ ქართველიშვილმა ეს უნიკალურად და კარგად ჩამოაყალიბა ქვეყანას რომელსაც უნდა მართავდეს სული მართავს ფული ფულით მართული ქვეყანა იქნება ძლიერი ქვეყანა ეს ვინმეს გჯერა თქვენ და ქუჩის ბელადების და ყალბიგმირების მიერ შექმნილი და იმისი ქვეყანა იქნება ძლიერი ვინმეს გჯერათ ეხლა თქვენ ეს თავს ატო ვიტყუებთ ჩვენ ყველას ერთად სწორი პოზიციით შეგვიძლია გადავარჩინოთ ნებისმიერი ვინმე დაჭერასაც ყველა გავათფოთ ქვეყანა შევკრათ ქვეყანა და გავაძლიეროთ ქვეყანა ხო ციხეებში ვერ გაერთიანდება ქვეყანა ციხეები ხალხმირებს შეგვიგნიან და ქვეყანა მუდმივად იქნება უბედურებაში მუდმივად ვინც დღემდე ციხეში შევიდა ბევრს აწყობს ხო ხედავ როგორ სიამოვნებით მიდიან რატომ იმიტომ რომ გარეთ ვერაფერს ვერ ვახერხებ და რო გამოვალთ იქედან ვიღაცა რაღაცას გააკეთებს გარეთ რომელიმე ქვეყანა რაღაცას მიეხმარება და გააკეთებენ რაღაცა მოხდება ქვეყანაში ისინი გამოვლენ გმირები ყალბი გმირების ყალბი ეროვნული პათოსი დემოკრატიის თამაში სოციალური დემაგოგია ელიტარული კორუფცია ეს ყველაფერი არის ყალბი გმირების სამჭედლო საქართველოში რისი სიმრავლეც არის ყალბი გმირების პარლამენტში და პარლამენტის გარეთ ოპოზიციაში და ოპოზიციის გარეთ სუბტად პოლიტიკაში მოსული კაცი სუბტად პოლიტიკაში მოქმედი კაცი პრაქტიკულად ერთეულები არიან ერთეულები და მე ვინმე მეტყვის ამ შემთხვევაში ეს იქნება წინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თუ მერე ბიძინა ივანიშვილი რომ მათი გუნდი და რა გუნდი რისი ბანდიტები არიან ვიცი ახლა ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი უყურებს და მეუბნებიან ამას რომ არა ზუსტად ვარქმევს სახელს მინისტრი კი არა ბანდიტია ძალიან ბევრი გამგებელი და მერი და გუბერნატორი კი არა ბანდიტია ძალიან ბევრი ამდენი სიმდიდრე როგორ მოაგროვა ერთმა კაცმა და ეს არავინ არ იცოდა და არავის ყველას ხარდა ისეთი სულელია მიქაუტაძე ეხლა რომ ვინმესთან კავშირი არ ქონებოდა თუ ეს ყველაფერი მართალია რომ ისე გააკეთა რომ არავისთან კავშირი არ ქონია და ალბათ მიქაუტაძე როზის იმაში ხო ფიქრობს თავის იმაში ხო იცის უშიშროებიდან წასული კაცია ხო იცის ქუთაისში ვინ არის ვის ტენდერებს აგებინებენ ყველაფერი ხო ეს ყველაფერი იცის და კაცი ადამიანი ხო ფიქრობს მე პოლიტიკური ნიშნით დამიჭირენ თორემ ქუთაისში მეწარმეებია ზოგიერთი რომელსაც შვილები იმას შეხავთ საგრებულოში და ყველა ტენდერებს ესენი იგებენ კიდე ეს არა მარტო ქუთაისია ყველგან ეგრეა თიცი ბინძურეშია გახვეული ქართული პოლიტიკა და ქართული პოლიტიკა არის დასახსნელი როგორ ამ სიბინძურისაგან ამისთვის არსებობს მეცნიერთა კონგრესი რომელსაც უტევენ რომელსაც ებრძვიან მაგრამ არაუშავს უნდა ვიბრძოლოთ სიცოცხლის ფასად არავითარი უკან დახევა დღეს ღალატია და ვერ იქნება წესრიგი იმ ოჯახში რომელიც ამ თამაშიდან იცი რა ვქნა მე ხო ვერ შევცვლი ამ სიტუაციას ყველანი ერთად შევცვლით ჩვენ ამ სიტუაციას ჩვენ ერთმანეთს ჭირდებით მომავლის საქართველოსთვის ცალ-ცალკე ვერავინ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ და იმ ფულიანმაც უნდა იცოდეს რომ ვერავინ ვერ გადარჩება
მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ისინი. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. მოვა ეს დროც. მე კი არ მომყავს ეს დრო, თვითონ მოყავთ მათ. ისე იქცევიან. ხალხს უკვე ხელში აქვს ამოსული ყველაფერი. როგორ ექცევიან ხალხს, როგორ ცხოვრობს ხალხი, როგორ არიან ადამიანები. რა სიტუაცია? ხელფასები გავიგე თეატრებში 600-700 ლარი ყოფილა ხელფასი. წარმოგიდგენია თქვენ? 600-700 ლარი. და პარლამენტში 14,000 ლარი. ილია ჭავჭავაძის გზით მივდივართ, რას ამბობდა ის განათლება? თეატრი არის ერის ღერძი, საფუძველი, ყველაფერი არის, აღდენი არისო. მშიერი მსახიობი გადის სცენაზე. მეცნიერებს უმძიმესი მდგომარეობა. მაყოფილი ყავთ მხოლოდ და მხოლოდ და ყველას უნდა რომ მოხდეს ხელისუფლებაში. რატო? იმიტომ რომ უზრუნველი ცხოვრება და მაღალი ხელფასი. არაფერი არ გევალება, არაფერს არ აკეთებ, მონად უნდა იყო. უნდა დაჯდე, უხმოდ, მონად, ხმა არ უნდა მოიღო, მიიღებ მაღალ ხელფასს და გექნება ვიღაცას დაგინიშნავენ კიდე სადმე რა. ეს რა ქვეყანაა? ვიცი, ბევრისთვის საწყენი რამე ვთქვი. მაგრამ დღეს დიდი გამოფხიზლება გჭირდება. მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე გონიერებას შეუძლია საქართველოს აქციოს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამშვიდობო ცენტრად. მშვიდობის სივრცედ. ჩვენ შევასრულოთ ის სულიერი მისია, რომელიც ამ ქვეყანას აქვს. და მას უცხოელი მეცნიერები უფრო ამბობენ, ვიდრე ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენთან. ხვალ ჩვენ ძალიან სერიოზული გვექნება. მე უბრალოდ კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეგერ ბატონმა გიზო თავაძემ მწვანე ყვავილა გადმოცა გუშინ. ახალგაზრდა პოეტები, მწერლები ვნახე, რომლებიც აი ქუჯის ფესტივალზე, ესე იგი, სასაული, მიქ ხელისუფლების არომადგენელი ვერავინ ვერ ვნახე. მოზარდ მაყურებელთა თეატრი, გადაჭედილი, ძალიან კეთილი განწყობით, კარგად ორგანიზებული, ყოველგვარი რაიმე მხარდაჭერის გარეშე. აი ამ დაფუძნებლებმა ძალიან საინტერესო ადამიანებმა და ეს ალკე განხილვის საგანია კიდე აი უაღრესად ესე იგი საინტერესო ადამიანები უაღრესად მე გარკვეული გაგზელება ქონდა იმის შემდგომ და ვარ ბედნიერი რომ მე მთხოვეს და პრაქტიკულად ერთი არაპოეტი ვიჯექი მათთან ერთად იქ და ჩემთვის ეს დიდი პატივია და დიდი პასუხისგებლობა რომ აი ასეთი გამარჯვებული პოეტებიც და ძველები და ახლებიდან, აი ბათუმიდან, ქუთაისიდან, კახეთიდან, ყველამ ჩამოსული ძალიან საინტერესო ხალხი, ძალიან საინტერესო. და უბრალოდ აშკარად როგორც კი 5-6 წუთი დავილაპარაკებთ ერთმანეთში, იმ წუთშივე საერთო ენას პოულობ და მე ვამბობთ რომ რა პრობლემაა დღეს რომ ჩვენ ყველა ერთმანეთში მოვძებნოთ საერთო ენა. ყველა ამბობს არავით არის. არავით არის. რომ ამას უნდა პოლიტიკური ნება. ამას უნდა არ უნდა იყო ბოღმიანი, ამას უნდა ისო არ უნდა იყო ბოღმიანი, ქვეყნის შიგნით შურიზიებით არ უნდა იყო და ქვეყნის გარეთ ვალდებულებები არ უნდა ქონდეს. არ ყოფილა საქართველოში ხელისუფლება, რომელიც რევანშიზმით არ არის, არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც აი რაღაც აი ვიღაცავს რაღაცა უნდა გაუკეთოს, ამით რო არ მოვიდა და არ მოსულა ხელისუფლება, რომელსაც ვალდებულებები არ გააჩნია ქვეყნის გარედან. საქართველო იქნება ბედნიერი მაშინ, როდესაც იქნება ერთხელ მაინც მოვა ხელის, მერე უკვე გაიმართება საქართველო. ერთხელ მაინც მოვა ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით შურიზიებით არ იქნება და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით. აი რისთვის იბრძვის მეცნიერთა კონგრესი. ეს არის საღვთო ბრძოლა. ეს არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი ბრძოლა. ეს არის ისეთი ბრძოლა, რომელსაც ყველანი მჭირდებით. და მოდით მოვკიდოთ ამას ხელი, ამ საქმეს მოვკიდოთ ხელი. მოვკიდოთ ამ საქმეს ხელი, დავდგეთ ერთად. ვინ ვის მოწონს, ვიზა გადავდოთ გვერდზე. დღეს საქართველოს მსოფლიოს ჭირდება ისეთი საქართველო, რომელიც შიგნით არაა ომში ერთმანეთთან დაპირისპირებაში არ არის და მსოფლიოს ჭირდება ისეთი საქართველო, რომელსაც დიდი შემოძახილი შეუძლია გააკეთოს მთელი მსოფლიოსთვის და თუნდაც ვიმეორებ ამ უმძიმეს პერიოდში ისტორიული როლი შეასრულოს მთელი მსოფლიოსთვის. აი ესაა დღეს საქართველო.
მაგრამ ამას ჭირდება გონიერი მოქმედება. არ შეიძლება ბატონებო ის რომ თქვათ ჩვენ ვლანძღავდეთ ერთს და ზურგს უკან თამაშობდეთ მეორეს. არ შეიძლება ეს. ხო ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რომ მე არ ვიტყოდი არაფერს რომ ვიცოდე რომ ხელისუფლება თქვათ რაღაცის გამო აკრიტიკებს ამერიკას. კი ბატონო და რომ ვიცოდი რომ რაღაც გამო აკრიტიკებს ევროპას. მაგრამ თქვენ ამას აკრიტიკებთ იმის გამო რომ თქვენ გითხრეს რომ ხო ხარ 12 წელია წადით ახლა და ვინც გინდა სხვა მოვიდესო. როგორ ჩვენ უნდა ვიყოთ 30 წლამდე. და მე კიდე ის რომ როგორ თქვენ არ გინდებო არ წავალაგერ ირანთან, წავალაგერ ჩინეთთან, წავალაგერ რუსეთთან და წავიდნენ. ასე ვთხოვდებით ჩვენ. და ლოზუნგებია რომ საქართველოს არავის არ ემონება. დღეს რო ვარ ჩვენ მონები და რომელი სახელმწიფოების მონები ვართ. არავის მონა არ უნდა იყო. უგა თავში შეუძლია წამოგარტყას ჩინეთმაც, ირანმაც, ინდოეთმაც, არაბეთმაც 6 მილიარდი მოგცეს რა ებიხდება ნახეთ ქვეყანაში. ვისი ეს მიწები? ვის მიეცით, ვის ჩაუგდეთ ხელში ყველაფერი ესენი? მე გავაკეთე ეს? გავამკაცრო თურმე ახლა 1 წელი და მე 100,000 რო აქვს, ახლა 100,000 ლარი გაუზარდოთ კიდე. რა პრობლემაა ეს? იმათ ფულის პრობლემა აქვს? ესე იგი იხდი დებენ აქ 200,000 ამას მეძახით ჩვენ ბიზნეს 200,000 ლარის ინვესტიციას ოჩადებს, მე ბინადრობის უფლებას იღებს აქ ქვეყანაში. ჩვენ უამრავი რამ გვაქვს შესაძლებელი, მაგრამ ამას ჭირდება პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება არ უნდა იყოს ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. პოლიტიკური ნება უნდა იყოს სოლიდარულ მოქმედებაზე ორიენტირებული. ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების და ერთპიროვნული მოქმედებების დრო უნდა დასრულდეს და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. ეს ჩაიწერა 2009 წელში, ჯერ კიდევ ვიცით ვისი პრეზიდენტობის პერიოდი იყო, იმ დოკუმენტში, რომელსაც ქვია მოქმედების პატიმბესტი, ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო. ვიმეორებ, ჩაიწერა რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების და ერთმხრივი მოქმედებების დრო უნდა დამთავრდეს და დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადარჩენისთვის. და ვინ აწერს ამას ხელს? მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძე, აზორ ერქომაიშვილი, არნოლდ გეგეჭკორი, გივი თოიძე, ომარ მხეიძე, რეზო ბალანჩივაძე, ესე იგი ამ დოკუმენტ ამის გურამ დოჩანაშვილის ამ შეფასების ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ჭაბუ ამირეჯიბი. ეს ვინ არის ბატონებო დღეს? აი ვინც თქვენ გითხარით რა თანამდებობები უნდა და ამას ამისთვის იბრძოდი, ამათ უნდათ საქართველო. და დღეს სწორედ ჩვენ რაც უნდათ ჩვენ წინაპრებს, რაც უნდათ 4 საყრდენი გვაქვს. დიდი ფილოსოფიური მემკვიდრეობა დავარქვათ მას იოანე პეტრიძის, დიდი ეკონომიკური მემკვიდრეობა დავარქვათ მას ნიკო ნიკოლაძის, დიდი ფსიქოლოგიური ეს დიდი ფილოსოფია დიმიტრი უზნაძის სახელი დავარქვათ მას, 101 მსოფლიოში ცნობილი, ერთიც მეორეც მესამეც და მეოთხე ილია ჭავჭავაძის ეროვნული იდეოლოგია. 3 წიგნი: ბიბლია, ქართლის ცხოვრება, ვეხის ხაოსანი. ეს 7 რამ. ამის ეს როცა გახდება იმ 8 რამის საყრდენი, რომელსაც ქვია მიწა, წყალი, ჰაერი, სითბო, რომელსაც ქვია ბუნებრივი რესურსები, ადამიანური რესურსები, ინტელექტუალური რესურსები და გეოგრაფიული პოტენციალი ქვეყნის. აი ეს არის ეს წიგნი. ყველაფერი შეკრა მეცნიერთა კონგრესმა. აი ხვალ კიდე ერთხელ წარმოადგენთ იმედის პროგრამას. არავით არის უიმედობა, მაგრამ იმედი არასხვისი ლანძღვით. ილენდი თანაგრძნობით უნდა იყო. მე არასდროს ზიზღით არ ვაკრიტიკებ არავის. ასე მინდა ყოველ შემთხვევაში. და კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ მაკრიტიკებთ, მაგრამ ვამბობ, ყველანი ვჭირდებით ჩვენ ამ ქვეყანას, ბიძინევანიშვილის, მაგრამ არა პოლიტიკაში. მიხეილ სააკაშვილის, მაგრამ არა ამ ამბიციებით. ყველანი ვჭირდებით, ყველანი, მაგრამ ყველანი უნდა შევთანხმდეთ ერთზე, რომ ქვეყანაში უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის შიგნით შურისძიებით არ არის სავსე და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით. და ამიტომ უნდა შევთანხმდეთ ეროვნული თანხმობის ხელისუფლების შექმნაზე. აი ესაა ყველა, რამაც უნდა გაგვერთიანოთ ჩვენ. ამისთვის იბრძვის მეცნიერთა კონგრესი.
დამწვარა ყველა სკამი და ყველა პოლიტიკური პარტია მოგიყვანეს ამ მდგომარეობამდე. ქვეყანა სჭირდება ვიმეორებ არა ქუჩის რევოლუცია, არამედ ინტელექტუალური რევოლუცია. ეს უნდა იყოს არა ფულის უფლების, როგორც დღეს არის, არამედ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანა. ოღ ერთხელ რო ვიცხოვრებ ჩვენ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში, ჩვენ უკვე აღარ დავბრუნდებით ფულის უფლების ქვეყანაში. იმიტომ რომ ნიჭის ძალაუფლების ქვეყანაში ფული საკმარისი ექნება ყველას. და არ იქნება მონური ფსიქოლოგია. აი ესაა სიძლიერე. რომელი ფული ღუპავს დღეს ქვეყანას? ფულით მოპოვებული ავტორიტეტით არიან დღეს პარლამენტში და ხელისუფლებაში. ეს დამანგრეველია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ეხლა იკითხავთ კი, მაგრამ რა? ქვეყანა სჭირდება ინტელექტით მოპოვებული ავტორიტეტი და ფული. ფული უნდა მოიპოვო ინტელექტით და ავტორიტეტს უნდა მოიპოვო ინტელექტით. ფულით კი არ უნდა მოიპოვო, როგორც დღეს არის. ხელს არ ჩამოართვეს ბიძინავანიშვილს, არავინ ფული რო არ გქონდეს. ეს რა არის? ფულით მოპოვებული ავტორიტეტი. არიან ადამიანები, ფული არ აქვთ, მაგრამ ავტორიტეტი აქვთ. ტრისას გქონდეს ისეთ სიმდიდრე, როგორც მაგათ აქვს, ჩამოთვლა შეგვიძლია 10-15-ის და ცხოვრობდე ისე, როგორც მაგენი ცხოვრობენ. ჩემი ბედნიერება არის ის, რომ საკუთარი თავით დავდივარ და ბედნიერება არის ის, რომ მე არ მაქვს ერთი თეთრი არ არსებობს ჩემს ოჯახში სხვისგან წართმეული. ამიტომ არ მაქვს არც სახლი, არც კარი, არც არაფერი, მაგრამ კარგია ეს არ არის. მაგრამ როგორი უნდა იყოს? ისეთი ხელისუფლებაა საჭირო, რომელიც ძარცვის გარეშე იმოქმედებს ისე, რომ გამდიდრებს ხალხს და გამდიდრდება თვითონაც. ესენი აღარიბებენ ხალხს და მდიდრდებიან თვითონ. აი რას ცვლის მეცნიერთა კონგრესი. მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ ერთი კაცის გუნება განწყობით და მის მიერ შექმნილი პარლამენტით კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ უნდა ვიცხოვროთ ხალხის განწყობით. ხალხის განწყობა მთავარი და არა რა ხასიათზე იყო შევარდნაძე, რა ხასიათზეა სააკაშვილი, რა ხასიათზეა ბიძინავანიშვილი. რაში მაინტერესებს მათი ხასიათი? რა ხასიათზეა ქართველი ხალხი? ქართველი ხალხი არის დეპრესიაში. ქართველი ხალხი არის ხელებ ჩამოშვებული. და ამით სარგებლობს ხელისუფლება დღეს. და როცა ჩვენ ამ დეპრესიის გამო ღირსებას ვკარგავთ. ჩვენ გვექცევიან ისე, რომ ამაზე ღირსეული ხალხი არ უნდა იქცეოდეს ესე. მაგრამ გაამასხლეს ყველაფერი ქვეყანაში ამ 30-35 წლის მანძილზე იმდენჯერ მოატყუეს ხალხი, რომ აღარაფრის აღარ ჯერა. მაგრამ ყველა ვინც მოგატყუა თქვენ ესენი იყვნენ პარტიები. მეცნიერთა კონგრესი არ არის პარტია და არაფერს არ ითხოვს. ამიტომ არის ლაპარაკი იმაზე, რომ მეცნიერთა კონგრესი სრულიად სხვა განზომილებაა, სრულიად სხვა ფილოსოფიაა, სრულიად სხვა სიფრთხეა. მეცნიერთა კონგრესი არის ხალხის განწყობა. დიდი მადლობა და მაგრად ვიყოთ.